ის ტრავმა, რომელიც მეგონა რომ უკვე გადახარშული მქონდა, ახალმა გარემოებებმა სრულიად ახალი სახით დამანახა. ამას წინათ ვიყავი უნივერსიტეტში და ვკითხულობდი პლატონის სახელმწიფოს და გამახსენდა ჩემი 18 წლის თავი, რომელიც იგივე ტექსტს ვერანაირად ვერ უდებდა გულს და ვერ კითხულობდა. ამ ყველაფერმა წამიღო ფიქრებში, თუ რატომ იყო ასე, ანუ რა განსხვავება იყო ჩემი იმდროინდელ თავსა და ამდროინდელ თავს შორის, რა შეიცვალა, რა იყო იმის გამომწვევი, რომ ადრე ვერ ვახერხებდი ისეთი რაღაცების კეთებას, რასაც ახლა ვახერხებ. და მოკლედ ამ ძალიან სიღრმეებში ჩავედი. იმდენად სიღრმეებში ჩავედი, რომ ამომიტივტივდა, არ ვიცი, ყველაფერი ბავშვობა, ბავშვობის რაღაცა ტრავმები, თინეიჯერობის პერიოდი, შემდეგ უკვე მოზარდობის პერიოდი. ამ ფიქრებამ ბუნებრივია წამოიღო ძალიან ბევრი უარყოფითი ემოცია, რომელიც იქამდე გადახარშული არ მქონდა. უფრო სწორად, მეგონა რომ მქონდა გადახარშული, მაგრამ ახალმა გარემოებამ ეს ტრავმები უფრო სხვა კუთხით დამანახა. აქვე დავსვენ, რომ ტრავმა არ არის აუცილებლად რაღაც კატასტროფული, ტრავმა შეიძლება იყოს ნებისმიერი სიმძლავრის უარყოფითი ემოცია, რომლის შეგრძნების საშუალებაც იმ მომენტში არ მოგვეცადა, შემდეგ უკვე ჩვენ სისტემაში დარჩა და ყოველდღიურად გვიშლის ოპერირებაში ხელს, მიუხედავად იმისა, გვახსოვს ეს თუ არ გვახსოვს. მოკლედ ერთი მნიშვნელოვანი გაკვეთილი გამოცადე ჩემს თავზე, რომ რაც არ უნდა გადამუშავებული შეიძლება გვეგონოს ჩვენი ტრავმები, როდესაც ახალ სიტუაციაში აღმოჩნდებით, განსაკუთრებით იმ სიტუაციაში, რომლითაც გვეშინია, რომელსაც ყველაზე დიდი ხანი ვარიდებთ ხოლმე თავს, ეს სიტუაცია უკვე შესაძლებლობას გვაძლევს, რომ ეს ტრავმა სრულიად სხვა მხრიდან დავამუშაოთ და ეს არის ძალიან კარგი. იმიტომ რომ ამ დამუშავების შედეგად ხდება ზუსტად ის განვითარება და level-up-ი, რომელიც აუცილებელია იმისთვის, რომ გავხდეთ ის ადამიანები, ვინც ყველაზე მეტად გვინდა რომ გავხდეთ. ახალი გარემო გვაძლევს იმის საშუალებას, რომ დავინახოთ ის, რაც დიდი ხანი იყო გამოთავისუფლების მოლოდინში. ყველაზე დიდი ზრდა მიიღწევა არა მაშინ, როდესაც კომფორტულად ვართ, არამედ მაშინ, როდესაც ჩვენ შიშებს თვალებში ჩავხედავთ. თან ყველაზე კარგი ნაწილი ამ ყველაფრის ის არის, რომ როგორც კი ჩავხედავთ ამ შიშებს თვალებში, მივხვდებით, რომ ეგეთი საშიშებიც არ ყოფილა. გამიზიარეთ, თუ გაქვს რაიმე ისეთი შიში, რასაც ძალიან დიდი ხანია თავს არიდებ, მაგრამ ზუსტად იცი გულის სიღრმეში, რომ როგორც კი ამას გააკეთებ, ეგრევე გადახვალ შენ ცხოვრების ახალ ეტაპზე და მიუახლოვდები შენ სასურველ თავს.